პროექტი ჩემი მემკვიდრეობა. ჩვენ ცხოვრობთ საქართველოს ერთ-ერთ ულამაზეს კუთხეში, ზემო იმერეთში, კერძოდ საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭორვილაში. ჩვენი სოფელი დიდი ისტორიული წარსულის მქონეა. ამას მოწმობს ის ფაქტი, რომ სოფელი ჭორვილა მოხსენებულია თამარ მეფის სიგელშიც 1187 წლით თარიღდება. აღნიშნული სიგელის მიხედვით თამარ მეფე ჭორვილას ავალებს გელათის მონასტრის 12 მწირის გამოკვებას, ჰქონდეს არგვეთისა ჭორვილა იკავა იცისა ცოლეული. დღემდე მოპოვებული მასალებით ასახული არის ქართულ ისტორიული საბუთების კორპუსში. ჭორვილის ციხე მდებარეობს სოფლის აღმოსავლეთით, მცირე შემაღლებულზე, განეკუთვნება გვიანშუა საუკუნეებს. ციხის ირგვლივ გალავანი აქვს შემორტყმული, რომელშიც დარბაზული ეკლესიაცაა. ციხე ისეა დანგრეული, რომ მისი ადრინდელი სახის წარმოდგენა შეუძლებელია. მისი მაღლავი ნაწილის კედლის ჩრდილო-დასავლეთით კუთხეა, მხოლოდ აღმართული, დაახლოებით 7-8 მეტრამდე. იკითხება 3 სართული. ჩრდილო კედლის ქვედა ნაწილში ბუხარი ყოფილა მოწყობილი. დასავლეთიდან ციხის ამ ნაწილს ჩრდილო-სამხრეთის მიმართულებით საკმაოდ დიდი კედელი ესაზღვრება, რომლის ზემო შუა ნაწილიდან ოდნავ ჩრდილოეთით თაღოვანი ხეობის ფრაგმენტია. მის ქვემოთ კი კედელი საკმაოდ დიდია გამოგრეული. გარე მხრიდან კედლების ყორი ნამსხვრევი ქვითაა ამოყვანილი, რომელთა შორის არი-კარის დუღაბითა ყოფილა ამოვსებული. 1975 წელს წერეთლების უბანს ციხის შემორჩენილი მაღლავი ნაწილის კუთხეში ყორექცევის კედელი ამოუშენებიათ, რომელიც ომში დაღუპულთა სახსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალური დაფა ჩაუსვამთ. ციხე და სალოცავი აშენებული უნდა იყოს მე-16 საუკუნის დასასრულს, მაშინ, როდესაც წერეთლები ზემო იმერეთში გადმოსახლდნენ. წერეთლების ისტორიასა და მათი იმერეთში შემოსახლების შესახებ ამჟამად არ ვსაუბრობთ. ციხე შინა ფეოდალური აშლობის დროს უნდა იყოს დანგრეული და ამიტომ ვამბობთ, რომ ციხის კედლების წყობაში დღემდე შეიმჩნევა სხვადასხვა დროის შენების კვალი. ერთიან კომპლექსში ქმნის ფეოდალის საცხოვრებელს, თვით ციხეს სტრატეგიული დანიშნულების არ არის, უფრო საცხოვრებელი ციხე კოშკი იყო. თბილისის ხელნაწერთა ინსტიტუტში ჩვენს მიერ მოძიებული იქნა ისტორიული დოკუმენტი SD-2100, რომლის შინაარსი პირდაპირ მიუთითებს იმის შესახებ, რომ სოფელ ჭორვილაში არსებული ფეოდალური ხანის ციხე, თავისი მცირე ზომის ბაზილიკის სალოცავი წმიდა მარინედი ეკუთვნოდა ამავე სოფელში მცხოვრებ წერეთლებს, დავითაშვილებსა და ღაბოაშვილების განშტოებას. ისტორიულად ისიც ცნობილია, რომ საჩხერელ წერეთლების საძმო ციხე მოდინახე მტვრისაგან აუღებელი იყო. იოანე წერეთელი მოდინახეს დაპყრობილ ციხეთა შორის არ ასახელებს. ამდენად ეს ის პერიოდია, როდესაც სოლომონ პირველი მოდინახეს აფარებს თავს. საყურადღებოა ისიც, რომ ჭორვილის ციხედან შევიარაღებელი თვალით კარგად ჩანს მოდინახეს ციხე. ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ისტორიული ძეგლი, ჭორვილის ციხე. ესაა ახალი ხიდი წარსულისა და მომავალს შორის ალგორითმებით შექმნილი მემორიალური, რომელიც ციფრულ სამყაროში ინახავს კაცობრიობის ისტორიას და გვახსენებს, რომ ტექნოლოგია შეიძლება გახდეს კულტურული მემკვიდრეობის შემნახველი. ისტორიული ძეგლების დაცვა და მოვლა ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა. მათი შენარჩუნებით ჩვენ ვამტკიცებთ, რომ პატივცემთ ჩვენს ფესვებს და ვზრუნავთ იმაზე, რომ მომავალმა თაობამ შეძლოს საკუთარი ისტორიის გაცნობა, არა მხოლოდ წიგნებიდან, არამედ თვალის ხილული მემკვიდრეობიდან.